გამარჯობათ, მოგესალმებით, თქვენ უსმენთ პოდკასტს ქრისტინესთან. ჩვენი პოდკასტის თემა არის ემიგრაცია. ძალიან გაგვიხარდება, ძალიან დაგვეხმარებით, თუ მოგეწონებათ ჩვენი პოდკასტი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენი პირველი ეპიზოდის სტუმარია ქალბატონი ლელა შურპოვა. ის ირლანდიაში ჩამოვიდა 21 წლის წინ, გაიარა ურთულესი გზა. მიუხედავად იმ რთული გზისა, რაც გაიარა, ის არის დღეს ადამიანი, ვინც ეხმარება ახლად ჩამოსულ ემიგრანტებს და არა მარტო ახლად ჩამოსულ ემიგრანტებს. მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი ხარ. აი ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. ორმეს მადლობა, მოგესალმებით. დიდი სიყვარული და პატივისცემი და ეს მართლა უდიდესი პატივია ჩემთვის ქრისტინა და პირველად გავიგე რომ მე ვარ ერთადერთი დირექტორი თუ კი, რომელიც სამსახურიდან არ გამომაგდო. სულ მაქსიმუმ 6 თვე. ეს არის ყველაზე კარგი პოზიტივი დღეს. კი, მინდა გითხრათ. ძალიან მიხარია, მართლა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და მე მინდა ფეხბედნიერი იყოს ჩემი სტუმრობა. შენს გადაცემაში მინდა წარმატება გისურვო და აუცილებლად ზუსტად ვიცი ბევრ ადამიანს ეხა პროლოგივით გამომივიდა. ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება შენი იმედი მაქვს ჩვენი პოდკასტის მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ იმ ემიგრაციის საწყის ეტაპებზე რაც ძალიან რთულია და თითქმის გაურკვევლობაში არიან ადამიანები, ძალიან დაეხმარება ჩვენი გადაცემა, ჩვენი პოდკასტი. აუცილებლად. მიხარია რომ აი ეს იდეა გაგიჩნდა და ახორციელებ. ლელა როგორ ახარ? პირველ რიგში მინდა გითხრა როგორ ახარ? ძალიან კარგად. მით უმეტეს შენს კომპანიაში და ეს რაღაცა ეს პრაქტიკულად აი ამ ახალ ნაბიჯებს შენი კარიერის თუ როგორ შეიძლება ითქვას. მე პრაქტიკულად მეკულე ვარ გურიაში, ხო იცი როგორ არის მეკულე? დედამყავს გურული. მეკულე. ლელა 21 წლის წინ გადადგი პირველი ნაბიჯი ემიგრაციაში. კი. დარწმუნებული ვარ 21 წლის წინ 10 მაგათ უფრო მძიმე და რთული იყო ეს ყველაფერი ვიდრე დღეს. თუ შეიძლება იმ საწყისი ეტაპიდან რომ დავიწყოთ, როგორ დაიწყო შენი ცხოვრება ემიგრაციაში? ეს არის ძალიან სენსიტიური თემა, საერთოდ ზოგადად ემიგრაცია. აი, რომ გავიგე რომ მე შენი სტუმარი უნდა ყოფილიყო, ვერ წარმოვიდგე რამდენი საათი ვესაუბრებოდი ჩემ თავს. ძალიან სენსიტიური, იმიტომ რომ ანალოგიური გზა გაიარეს, მე არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა გაიარა და რამდენი ფიქრობს რომ წავიდეს ემიგრაციაში. ყველას თავისი ისტორია აქვს, თავისი ყველა დახურული კარების მიღმა. ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ. ხო, მიზეზები უამრავია, ზოგადად მადლობა რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მიზეზებზე არ ვისაუბრებთ. თავისთავად, რა თქმა უნდა, ყოველთვის როდესაც ემიგრაციაზე ვსაუბრობთ, მექანიკურად მოდის ეს სიტყვა, რომ კარგ ცხოვრებას არავინ არ ტოვებს. მაგრამ არის მეორე გზაც, მიათეც, მიასე, რა ვიცი, რამდენი გზაც გინდა აირჩიო ადამიანები თუნდაც განვითარებისთვის, ახალი ცხოვრებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან სენსიტიური თემა. ურთულესი იყო და მე მინდა ვიყო აბსოლუტურად გულწრფელი დღეს შენთან, იმიტომ რომ ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, ეს შეუძლებელია, ეს სწორი ემოცია. მე არ მინდა ჯერ აი პირველ რიგში მას ვფიქრობ როგორ შეიძლება აი რატომ დავთანხმდე ამას. მე არ მინდა რაღაცა ჩემი პირადი ცხოვრების მაგალითი სხვისთვის მოსაცმენად იყოს, ან თუნდაც ცრემლები. მე მინდა უბრალოდ მივცე ადამიანებს მაგალითი, საიდან სად შეიძლება, ან როგორ გაძლიერდე. თუ კი შენი გადაცემა და თუნდაც აი ჩემი დიალოგი, ჩემი ეს მონათხრობი გახდება რაღაც შუქურასავით ადამიანის, რომელიც აბსოლუტურად დაკარგულად გრძნობს თავს და პირველი რაც იყო ჩემთვის, როდესაც მე ამ უცხო მიწაზე, მე არ ვიცოდი მაშინ ეს დალოცვილი მიწა იყო, რა მელოდებოდა საერთოდ, როდესაც ფეხი დავდგე ამ უცხო მიწაზე, ეს იყო გააზრება იმის, რომ დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ დავიბრუნებდი უკან და უბრალოდ საკუთარ თავს არ დავუტოვე უკან დაბრუნების გზა და რატომ? როდესაც შენ ამ ნაბიჯს დგავ და როდესაც ტოვებ შენს ოჯახს, შენ შვილებს, შენ სამშობლოს, რა თქმა უნდა, იქ არის დიდი მიზეზი, მე არ ვიცი, რომელმა დედამ შეიძლება დატოვოს შვილი, მაგრამ ის დრო, ეს 20-21 წელი, ხო, აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. ეს ძალიან რთულია, ძალიან რთული. და წარმომიდგენია, რამდენ ადამიანს აქვს ზუსტად იგივე განცდა. ლელა, პროფესიული კუთხით, რა დატოვე საქართველოში? მე
ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ძალიან ბევრი რაღაც დავტოვე საქართველოში და ეხლა მოგიყვეს საოცარი ამბავი, როდესაც აქ დუბლინში ვიყავი, ქილმაკდო ხაუსში, რაღაც სიტუაციურად იქ მომიწია ცხოვრება. ერთვენი ერთ დღეს საიტყვაც კლუბიდან კორიდორში მორბის პატარა ელენიკო ეხა კეკე ულამაზესი გოგო 21 წელი გავიდა მის შემდეგ და ის ყვირის DJ ლელა ხო გისმის და შოკი დამემართა რომ ირლანდიაში ვიღაცამ DJ ლელა მე არ ყოფილი ის DJ ლელა რომელიც ეს მუსიკებს რაღაც ხო გისმის მე ვიყავი საბავშვო პროგრამების წამყვანი მუშაობდი სხვადასხვა გასართმე ბოლოსკე უნდა იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია ალბათ აღარავის არ აინტერესებს ზოგადად ხო გესმის მოყვე შენი კარიერული განვითარება მაგრამ ბოლოს მე მუშაობდი სხვადასხვა საბავშვო ცენტრებში მიმყავდა დაბადების დღეების წამყვანი ვიყავი მქონდა კერძო შეკვეთები ასე ვიყავი პროდიუსერი სხვადასხვა საბავშვო გადაცემების მე ვიყავი საბავშვო პროგრამების წამყვანი 2006 წელს მადლობა უფალს დამასახელეს როგორც საუკეთესო საბავშვო პროგრამების წამყვანი ეს პრაქტიკულად მთელი ჩემი ბავშვობა სიყვარული ახალგაზრდობა ეს იყო შემოქმედება ამ ყველაფერს ტოვებ და მოდიხარ ემიგრაციაში რა იყო პირველი სამსახური ემიგრაციაში სამსახური ბაი ღმერთო შენ სახელს დიდება ჩემ პირველი სამსახური ემიგრაციაში სხვათაშორის იცი რა არის მე ვარ ძალიან დალუცვილი ადამიანი ყოველთვის ის ადამიანები ჩდებიან ჩემს ცხოვრებაში აი რამდენმა ადამიანმა გამიკვალა მე გსახო ეს არის ღვთისაჩქარი ღვთისწყალობა ფარველი ანგელოზები უბრალოდ აი მიწაზე სხვათაშორის სამწუხაროდ მეგვარია და ჩემმა მეგობრებმა ყველა მიცია რომ მეგვარების ჩემთვის დამახსოვრება ეს არის არ ვიცი ნუ ვერ მახსოვრებ გვარებს ნუ კეთილ წარმოიდგინე არჩეულებრივი დაძმა ბესო და ლეილა რომელმაც რეკომენდაცია პირველ ჩემ ჩამოვედი თქვა უშეფს და მე უშეფს სამსახურში გავედი ეს იყო მაღაზია ფელონი და ბერნი და ფელონი და ბერნში რა იქნებოდა ადამიანს რომელსაც არა გაქვს არანაირი პრაქტიკა არ ვიცოდი ენა იქიდან ნუ დავიწყებთ რითი დავიწყე სამსახური პრაქტიკულად რის წინაშე აღმოჩნდი ეს არის ყველაზე მთავარი ვერ აგებინებ და ვერ იგებ 33 სიტყვა ვიცოდი კატაც აღლი და excuse me ვიცოდი როგორც თავის გამოთქმით გესმის cat dog and excuse me ვიცოდი ერთ სამი სიტყვა იყო რაც ვიცოდი ჯერსა მამისად როდესაც გაქვს ეს ენის ბარიერი როდესაც საერთოდ არავინ დაძახებ და ვერ იქნები ვერც მსახიობი ვერც მომღერლებს ვერ აკეთებ ხო შენ ვერ იხარჯებ შემოქმედებითა და რა არის ერთადერთი საქმე სადაც პრაქტიკულად თან ინფორმაციულად არც კი ენის ბარიერი იყო ყველაზე მთავარი ეს ბუნებრივია ხო ვერ დაიწყებ ერთად მუშაობას შენ თუ კომუნიკაცია ვერ დაამყარე ეს იყო მუშაობა დამლოკებლად ჩემი პირველი სამსახური იყო ფელონდბერში ეს არის უცნობილესი რესტორანი აი მოჯახის გრაფტონ სტრიტზე აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ეხა ეს არ გამოვიდეს რომ შენ იმით ფელონდბერს უკეთებ რეკლამას მაგრამ ეს არის ეცა ყველაზე მეტად რაც მიყვარს თუ მოგინატრებად საქართველოს ქვემოთ სარდაფში აქვს დღვინის ეს რა ქვია აი ეხაც მივდივარ ხოლმე რომ ეს რაღაცა ეს ქართული მომენტია ქვემოთ შეიფსოს ვალაკებდი და ვიყავით ორი ქართველი მხოლოდ პოლონელები ირლანდიელები და წარმოიდგინე ну როგორ გითხრა არანორმალური შრომა თან არიცი როგორ თან ან იცი რა დღეს მიკვირს ამ გადმოსახედიდან როგორ ხდებოდი რა უნდა გამეკეთებინა ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ ინსტინქტურად და ეს სხეულის ენა და შენ იცი რომ იმ პერიოდში არავის არ ეჯერა რომ მენა არ მისმოდა რატომღაც ყველა გეგონა რომ ენა ვიცოდი და მაშინ იყო როგორც გითხარი რომ ეხლა საოცრად მწყალობს უფალი აი დამლაგებისგან უცებ აღმოჩნდი ევენთების პირველად იყო მაშინ ლინთ შემოდიოდა შოკოლადე მის პრეზენტაცია ისე მოვკაზე მოვრთე ხო იცი ეს რაღაცა ესთეტიური მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს ვერ ვიმუშავე რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და შემდეგ იყო ჩემი მეორე სამსახური სად ეს არის Stevensbury shopping center ყველაზე დიდი ეს მაღაზიის ქსელი თუ როგორც არის სადაც ვასუფთავებდი 70 საფრიფარიშოს დღეში არა 2 საათნახევარში
70, რომელიც განლაგებულია ქვედა სართული და ბოლომდის. კი. ეს იყო კი ბატონო. ასევე მევალებოდა გარეთ. ეხა მე ვსვიქცენებ ხო გესმის არ მინდა რომ რაღაცნაირად აი რაღაც ესეთი მომენტი შემოვიტანო, მაგრამ ეს იყო კატორღული შრომა. კატორღული შრომა, ქრისტინა. მე მყავდა პოლონელი სუპერვაიზერი და წლების შემდეგ, აი ეხლაც კი ანალოგიური გარიგნობის გულგუნა ამისეთ შეგვხვდება, სულ ნაწარმოებს. მამუშავებდა 8-9 საათი და მე არ მქონდა შესვენების უფლება. მე არ ვიცოდი ისიც კი რომ შემეძლო წყალი დამელი. იმიტომ ეს არავინ არ გეუბნება, არ იცი ენა. ეს იყო საშინელება იანვარში. აბსოლუტ ქურთუკის გარეშე უნიფორმით მე მაქვს ნახეღი, ხოიცი 3 კიბერო არის შესასვლელი. აი ეს ქვაფენილებს გამიგია ბავშვობაში ხო ჯარში რომ მიდიოდი. იმიტომაც ხარ კარგი უფროსი, მე ესე ვფიქრობ. იცი რა, მე არა ვარ უფროსი. არასოდეს არ მეკუთვნია თავი ვიყოფილიყავი უფროსად. იმიტომ რომ მე არასოდეს არ ვაძლევ ადამიანს იმ სამსახურს, რომელიც საკუთარი ხელებით არ დამილაგებია და ზუსტად ვიცი ექსპერტი ვარ, რამდენი წუთი ჭირდება, როგორ ჭირდება, ასე შემდეგ და ხო არასოდეს არ ვიქნები უფროსი, იმიტომ რომ უფროსობა მე არა, აი ხო გესმის, მე არა ვარ, აი ყოველთვის ესე მეუბნებია ხოლმე შენ არა ხარ კაბლუკება უფროსიო, ხო იცი რომ მეუბნებიან. შესაბამისად იმდენად რამდენადაც მე ჩემს საკუთარი მხრებით და ჩემი ხელებით იყო პერიოდი, როდესაც სუნთქვა არ შემეძლო ეს ქიმია, ეს საშინელი მდგომარეობა, როდესაც ცხვირს გიწვავს და ფილტვებს ვერ სუნთქავ. აი რა მინდა იცი კითხო, მე პირველად როცა დაალაგებაზე წავედი, იმდენად არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა. პატარა ბინა იყო და დაახლოებით 6 საათი მოვუნდი. ერთი სველი წერტილით. მაშინ მქონდა, აი, როგორ გითხრა, ყველა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, რაც მიკეთებინა, ყველაფერმა თვალწინ გამიარა და ვფიქრობდი, რომ აქ რა მინდა. ძალიან რთული იყო პირველი, როცა იცი შენი შესაძლებლობები. როცა იცი რა იყო მანამდე. როგორ რა შეგრძნებაა ის, რომ დღეში 70 საპირფარეშოს დალაგება გიწევს. თავისი კატასტროფებით. არასოდეს არ მეთქოს აქ რა მინდა. იმიტომ ეს იყო გააზრებული, ეს იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო საკუთარი თავის გამოცდა. ეს მომენტი არ ქონია, რომ აი არასოდეს არ მქონია. არც ის მომენტი, რომ მე ვაიმე უნიტაზებს ხეხავე. არა, ეგ მომენტი მე უბრალოდ აი არა, იმიტომ რომ პრაქტიკულად შენ თუნდაც იაზრებ. რისი შესაძლებლობა გაქვს შენ იმ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად მომზადებელი ჩადიხარ. ეს არის ერთადერთი და იცი რა არის? უბრალოდ ალბათ რატომ გამიადვილდა მე ეს ყველაფერი. იმიტომ რომ არასოდეს არ ვიყურები აი პატარა ჭუჭრუტანიდან ან ჩემი საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, გესმის, მე ვიყურებ სამყაროს. ეს ზუსტად ვიცოდი რომ იმ წუთს, როდესაც მე ამ უნიტაზებს ხეხავდი, იყვნენ ასობით შეიძლება მილიონობით ადამიანი, რომელიც დღის ბოლოს ვერ მიიღებ და იმ საარსებო ლუკმის საზღაურს, რასაც მე ავიღებდი იმ უნიტაზების, მე ვლაპარაკობ ახლა, იმიტომ რომ უნიტაზებს ხეხავდი, მე ხელფას ვიღებდი და ფული მქონდა. ეს იყო უბრალოდ გამოწვევა, გამოცდა. არასოდეს არაფერი არ ხდება იმისთვის და იმ ეტაპზე იმ 21 წლის უკან ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, ერთადერთი გზა გადარჩენის. სხვა რა გზა მე შემეძლო მე ვიცი ეპიზოდი შენ ცხოვრებაში, როცა ახალი ჩამოსული იყავი, შენ ფიზიკურადაც კი გაგისწორდნენ. არა, ფიზიკურად არ გამისწორდნენ, ეს იყო აბსოლუტურად აქციდენტი შემთხვევით მოხდა. იცი ეს იყო საშინელი შემთხვევა, რაც ირლანდიაში მოხდა. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმ პერიოდში იყო ერთადერთი საშუალება ოჯახთან დაკონტაქტების, რა თქმა უნდა, არ ქონდა ეს ფუფუნება, როდესაც დღეს აი ამ დროს შეგიძლია გამოიყო ნებისმიერი პლატფორმა, ვერც გრძნობამ სიშორეს შვილებთან და ხო გესმის, აი ხელფასთან ხელფას ელოდებოდი, გაქცეულიყავი ინტერნეტ კაფეში და ის როდეს კაპიკებს ყრიდი იმ რაღაცა სატელეფონო მაშინ რა ქვია იხდიდი, რომ შვილების ხმა გაგეგო და ნუ ერთ-ერთი ზამთარი იანვარი იყო როგორც მახსოვს. დაახლილი დაქანცული ზუსტად იმ კაცების შრომიდან 9 საათის არანორმალური დასვენების გარეშე მე მახსოვს ერთხელ შემშვიდად გული წამევიდა იქ სტივენსკის შოპინგ ცენტრში. მოვდივარ და ესეთი ფაქტია, იცი, შინაგანად რო შეგცივდება.
აი რა ვიშევადა რომ ეს ადამიანი უბრალოდ აი ესე ქუჩაში ჭრიდა მე რაღაც ამებს ვითვლიდი რომ აი უნდა მივიდე ახლა და ვეხვეწები უფასრონეტები ბევრი ხალხი არ იყოს რომ ბავშვების ხმა გავიგო გესმის აი მე შეხართ ამ პროდუქტები რომ სახსაჭმელი გაიკეთო შეჭამო მოდი ისე ვებერთელა რა არ ვიცი რამ ხელა კაცი ისე გამცრა ტანში ესე ჩამხედა თვალებში ესე ყელში მომიჭირა ხელი მცემა ნუ ეს დამარტყა ნუ ექნდა რა მთელი 7 თვის ამოტყუში ვიწექი მაგის გამო მაგრამ ეს არ იყო რაღაცა ფიზიკურად ვიღაცამ გამისწორდეს შემდგომად მოვხდი იმ ადგილას სადაც შეიძლება ნებისმიერი ყოფილიყო სამწუხაროდ რამოდენიმე დღით ადრე გამოსული კლინიკიდან მენტალური პრობლემები ჰქონდა ამ ადამიანს და ესეთი ამბავით დამემართა მე აქ და რა ნახე რა მოხდა ამ შემთხვევაში ქრისტინა წელიწად ნახევრის 2 წლის მანძილზე მე მქონდა ისეთი სტრესი და ისეთი შიში როდესაც ადამიანი ახლოს მიახლოვდებოდა მეორდებოდა ის რაღაცა საშინელი მოგონება მიახლდებოდა წარმოვიდგენია როგორ რთულია 7 თვე ვერ მუშაობ არ გაქვს საშუალება რომ იმუშაო ეს არის ძალიან რთული ყველაფერი რაც ამ ძიმე შრომასთან ახლავს ემიგრაციაში მე ვფიქრობ ჩემი აზრით ქმნის აშენებს ადამიანის ახალ ვერსიას მე 4 წლის წინ გადავდგი პირველი ნამიჯი ემიგრაციაში და ვფიქრობ რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ დღეს აბსოლუტურად სხვა ვარ ვიდრე ჩამოვედი და ყოველ დღე უფრო იცვლება ჩემი პიროვნება რაღაც საკითხებთან მიმართ დამოკიდებულება რა მინდა კითხო ლელა აი ამ ძიმე შრომის შემდეგ მოდის დრო როდესაც ლელა რომელსაც ოჯახის შვილების არჩენაც უწევდა კატორღული შრომის გაწევა თვითონ ხდება სხვა ადამიანების იმედი და დამხმარე ძალა ეს ბუნებრივი მომენტია მე მგონია მარტო როგორ მივედით აქ ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმარი ესეც მე ვფიქრობ რომ ესეც ღვთისწყალობა იყო ეს იყო უბრალოდ დღეს ადამიანები მადლობას მიხდიან აი რაღაცნაირად აი მე მგონი ეს უფრო გასცემს პასუხს აი ამ შეკითხვაზე და რთულია როდესაც მადლობას მიხდიან ხოლმე ხო მე ვეუბნები რომ მადლობა მე არა მადლობა უფალს როდესაც მე მეძლევა საშუალება რომ თქვენ სწორედ იმ დახმარების ხელი გაგიწიოთ ან თუნდაც თქვენი რაღაცა გზამკვლევი გავხდე ან მოგაშოროთ ან დაგარიგოთ ან გირჩიოთ არიგება ცოტა ესეთი ნათქვამია გირჩიოთ როგორ გაიადვილოთ ეს მძიმეყოფა აქ ან როგორ იპოვოს სწორი გზები ხო მადლობა უფალს ამისთვის რომ მე ამის საშუალება მომეცა მოხდა ის რომ მე მომეცა საშუალება იმისი რომ ადამიანებს დავდგომოდი გვერდით მიუხედავად იმისა რომ მე პირადად არ მიმიღია რაღაც კონკრეტულ მომენტებში დახმარება კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს გზა რომელსაც შენ გადიხარ რაღაც მომენტში შეიძლება ცდუნება იყოს ადამიანში და ამ ყველაფერმა ადამიანი გააბოროტოს მაგრამ ჩვენ ვხედავთ ადამიანს ვინც დარჩა რავი ხა თუ მე ჩემს სანაცნობო წრეში ადამიან პოზიტივს წარმოვიდგენ აი მართლა ესეა წარმოგიდგენ ხოლმე შენ აი როგორ შეგიძლია სულ იყო პოზიტიურ განწყობაზე ამის მიღმა შეიძლება იმალებოდეს არა პოზიტიური განწყობაც მაგრამ ჩვენამდე შენ ხარ ესეთი როგორ გითხრა ეს ცხოვრება იმდენი ისეთი გაკვეთილები ისეთი მაგალითები მანახა ხო გესმის ნახე როგორ რაღაცა არის აი იმას მოვაყოლე რომ ამბობ მე შენ არ მიგიღია დახმარება მაშინ როცა გჭირდებოდა მაგრამ შენ ყოველთვის გასცემ დახმარებას როდესაც სჭირდებათ აქაც ერთი ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი პასუხია ქრისტინა მე ვექცევი ადამიანებს ისე როგორც მე კიდე რომ მოგეხსნე შენ კი არვინ არ იცის იმ წუთს თქვათ ის არ გამოწვილი ხელი რისთვის იყო ჩემთვის მე აბსოლუტურად ყველა განსაცდელს აბსოლუტურად ყველა გამოწვევას აბსოლუტურად ყველა ტკივილს ამას ვიღებ როგორც გაკვეთილ ცხოვრებაში მე ძალიან ბევრ ადამიანს დავხმარები ვარ მაგრამ ეს დახმარება ძალიან ცუდად მოbrunებულა იმიტომ კი არა რომ შეიძლება ისინი არ არიან ცუდი ადამიანები ან უმადური ადამიანები არა არის რაღაცა რასაც სწავლობ თუნდაც იმ სიკეთის კეთებაში
გესმის ყოველი დღე გათენებული ჩვენი ცხოვრების ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა ისწავლო. და საერთოდ რა არის ცხოვრება, ხო? აი, საკუთარ თავთან ბრძოლა და საკუთარი თავის შეცნება, საკუთარი თავის ამოცნობა, საკუთარი თავის განვითარება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველთვის თუ კი ოდესმე მე მომცემია საშუალება იმის, რომ ვინმესთვის რამე გამეკეთები, აბსოლუტურად არ არის ეს ჩემი დამსახურება. ეს არის უფლის წყალობა. მე მაძლევს უფალი საშუალებას ვიღაცით აი ჩემი გაწუდილი ხელი, აი როცა სულ მაგას ვეუბნები, იცი ადამიანებს, რომლებიც რაღაც სამსახურში ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, ხო? სულ ვამბობ, რომ აი წარმოიდგინეთ მე რომ მიჭირავს ეს ხელი, ხო, რამდენში შევძლებ, შენ ხო მარტო არ ახარ, აი ხელზე ხო ასობით ადამიანი შეიძლება დაიჭირო, ხო, ნუ გააკეთებ ის რომ მარტო შენ ნუ წაიღებ თელს ძალას ჩემგან. ვფიქრობ ზუსტად აი ამ შენმა გაცემულმა გაწვდილმა დახმარების ხელმა შექმნა ის დამოკიდებულება ხალხის განშენს მიმართ და მოგვიანებით შენ ქართული დიასპორის არჩევნებში ოიმე ხმათა უმრავლესობით იმარჯვებ, ხო? სწორად ვამბობ. იყო ესეთი ამბავი, კი. რა იყო ქართული დიასპორის მისია? ზოგადად საერთოდ ეს იყო ძალიან კარგი ინიციატივა. თუ მკითხავ, მისია იყო ინტეგრაცია. აი მოდი ხა ამას ძალიან რთულია პრაქტიკულად ვინც გააკეთა მისი ორგანიზება. დიასპორის ორგანიზაციის იმ ადამიანს რა ქონდა თავიდან რა იყო ამას ჩადებული ასე, მაგრამ მე რატომ მივიღე მონაწილეობა, მოდი ამას გეტყვი. იმიტომ რომ ვამბობ რომ ჩვენ სულ ვითარდებთ და შეიძლება უცხო ქვეყანაში ჩამოხვიდე და მარტო იბრძოლო იმისთვის რომ ისწავლო, თქვათ, იპოვო გზა, ხელფასი სამსახური გქონდეს, რაღაცა შენ შვილებს გაუგზავნო. ემიგრაცია და ემიგრანტობა. ეს არის 100,000 მაგათ დიდი პასუხისმგებლობა. შენ მარტო არ ახარ პასუხისმგებელი შენი საკუთარი ოჯახის და შვილების წინაშე. შენი ქვეყნის. ეს არ არის მარტო რუტინული ყოფნა, ფული დააგროვე, შვილებს გაუგზავნო და რაღაცნაირად აი გადაიხავ, თითქოს კომპენსაცია გაუკეთო, გესმის, რომ ისინი შენთან არ არიან. ეს არ არის. ემიგრანტობა ეს არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ქართველისთვის. მე როგორც ქართველი, ახლა ესე ვლაპარაკობ, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ამ უცხო მიწაზე რო ფეხი ჩამდავდგი, სუსტად მივხვდი რომ ვიყავი მარტო და უბრუნდები დიასპორის თემას აუცილებლად. და იცი რას მივხვდი? რომ შენ ძალიან ხმამაღლა უნდა თქვა უცხო მიწაზე რომ ვინ ახარ, იმიტომ დაკარგულია შენ აბსოლუტურად არავინ გეკითხება რა ქვია, არავინ გეკითხება ვინ იყავია, დასაქმიანობის, საიდან მოხვედი, რატომ მოხვედი. აბსოლუტურად არავის არ აინტერესებს. შენ გინდა რომ ხმამაღლა თქვა, ეს კი რა მე ვარ ლეილა შურუპოვა. არა. მე ვარ ლეილა, არა. შენ ამბობ რომ მე ვარ ქართველი. გესმის და ეს შეგრძნება არის ზუსტად რომელიც გაძლევს იცი რამხელა ძალას, შენი სახელი და გვარი არ გაძლევს ამ ძალას. შენ გაძლევს შენი ქართველობა. ის საოცარი თან როგორი იდენტურია ირლანდიური და ქართული რაღაცა რამდენი წელი ცხოვრობდა, ხო? ნახე, ჩემი აი ამ პროექტში მონაწილეობა ერთადერთი მიზეზი იყო, ხო? როდესაც ქვეყანაში ცხოვრობ, წლების შემდეგ მე პრაქტიკულად ალბათ იცი ჩემი ისტორიები, ხო ძალიან ბევრს მოგზაურობ და უამრავი ირლანდიელი მეგობარი მყავს და აი ამ სამსახურმა შემდეგ მომცა გენიალური საშუალება გამეცნო უამრავი ადამიანი, ნებისმიერი ფენის, ნებისმიერი კლასის. არ ვიცი, ეს არის გენიალურესიერი. და მე ვიღებ მაგალითებს. ის კი არა რომ მარტო სამსახური, ფული, მაგალითი. და წარმოიდგინე, რომ გადახედო ირლანდიურ დიასპორას, ეს არის სამაგალითო მსოფლიოში. რამხელა წვლილი მიიღო და რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკის, კულტურის. რას ნიშნავს ემიგრაცია, ხო? ეს არის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ფესვებს არ წყდებიან, არ ვიწყებენ კულტურას, ტრადიციებს, აი ფესვებს არ წყდები. ესმის იმიტოა ეს მიჯაჭვულობა, ეს შენი იდენტობა არ იკარგება და მაშინ გინდა რომ თქვა რომ ის ვინ ფესვზე ამ რაღაცა მე ერთი პატარა ფოთოლი ყლორტი ვარ წამოსულ და მინახ. ეს იყო სამაგალითო ჩემი, რომ ზუსტად იქნებოდა ესეთი ქოლგა და ჩვენ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებდი ჩვენი ქვეყნისთვის, იმ შეჭრებულ ადამიანებს. ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ქვეყნის დატოვება უნდათ, ხო გესმის უფრთხილდები დედებს, რომ არ დატოვონ შვილები. შენ თუ ერთ პატარა თან რამდენი რამ გავაკეთეთ. გიორგიც იყო ჩენი ამაში. ვიცი, ჩვეულებრივი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას ამაში და
გიორგიანთია. ხო, სხვათა შორის იცი რა არის? ეს არ არის ქრისტინა. ყველა ადამიანი ხა, ამას ესე კონკრეტულად ერქვა, ჩატარდა არჩევნები. მე ხა დღეს რო იგივე რაღაცა მითხრა, მე უბრალოდ მე არ ვთვლი, რომ არჩევნები ჭირდება ქართული საქმის კეთებას. უბრალოდ რაღაცა ლიდერობა, რაღაცა ნებისმიერ საქმეს ჭირდება ლიდერი, ხა ბუნებრივია, ესე მიმართულების მიმცემი, კოორდინატორი ესე ვთქვათ, ხო? თავისთავად ამ შემთხვევაში მე ვიყავი კოორდინატორი. მაგრამ ნახე რა მოხდა, ეს იყო გენიალური მაგალითი ძალა ერთობაშია. ირლანდიაში მცხოვრები ქართველები, ხო? აი ნახე რა კარგი თემიდან გასადგადავედით გარდა იმისა, რომ სიმძიმე არის ეს. ირლანდიაში მცხოვრები ქართველები სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ქართველი არის შინაგანად ქველმოქმედი. ქართულს არ შეუძლია ერთადერთი ერი ვართ მე მგონი, რომელიც ფიქრობს დედაზე, მამაზე, ბიჭში ოჯახზე და თელს ნათესაობაზე მეგობრებს ეს ყველანი ანალოგი არ არსებობს ხო ყველაზე ფიქრობ ყველა კიდე გაახარო გარდა მაგისა ნახე ჩვენ მოხდა ადამიანების ერთობა ერთად ბევრი საქმე შევწერით ასო პანდემიის დროს ოდესაც კოლაფსი მოხდა მთელს მსოფლიოში ჩვენ აქ ვიდექით და ხალხს ვეხმარებოდით საქართველოში ხო გესმის ეს მოხდა ერთობით მაგრამ ანალოგიურად ინდივიდუალურად ადამიანები აკეთებენ ამას ეს ჩვენ არც კი ვიცით რამდენი ეხმარება შეჭირებულ ოჯახებს ეხმარება ბავშვთა სახლებს ეხმარება მოხდა თავშესაფრებს ძალიან ქველმოქმედია ქართველი ადამიანი სადაც არ უნდა წავიდეს და რაც უნდა გააკეთოს უბრალოდ აქ მოხდა ერთობა ძალა ერთობაში მეტი საქმე გავაკეთეთ ნუ შემდეგ ნუ ახლა ფაქტიურად ძალიან ბევრმა ადამიანმა დაგვიწყდა ეს არის ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტი როდესაც ამ ხელა პასუხისმგებლობას იღებდა, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად. ხათ ნახე, ეხა არჩევნები როგორ გითხრა, ზოგადად როგორი მომენტი არის, იცი? მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ორგანიზაცია, რაღაცა მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები სწორი არის. ეხლა იმის შემდეგ თუ კი ახალი არჩევნები უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ხო არ ვიქნებ მთელი ცხოვრების მანძილზე დიასპორის ხელმძღვანელი, ხო? იმიტომ რომ მე იმ ხალხის კონკრეტული ხალხის რაოდენობამ დამიჭირა მხარი და უბრალოდ იცი რატომ, იმიტომ კი არა დანარჩენი ვინც მონაწილეობას იღებდნენ ისინი არ გააკეთებდნენ იმ საკეთებას, რასაც მე ვაკეთებ, მე ვფიქრობ, რომ ჩემზე მეც აკეთებენ, ჩემზე მეც გააკეთებ და უბრალოდ ესე მოხდა, რომ ხმის უმრავლესობა რაღაც შემკენ წამოვიდა. შემდეგ უკვე გავიდა ეს იყო 3 წლით, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ამ ორგანიზაციის რეგისტრირება, იმიტომ რომ ნახე როგორი არის ეს ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, ახლა ვამბობთ ირლანდიური მისი რა ქვია დიასპორის მაგალითს. ქვეყანაში რომელსაც ნებისმიერ აქტივობას, როდესაც ხდება თუნდაც 10 კაცის ერთობა და იქ არის რაღაცა ღონისძიებებს გეგმავ და შენ იქ გაქვს თანხასთან საქმე და კონცერტებს აკეთებ, შენ ვალდებული ხარ. აუცილებლად ეს უნდა იყოს ოფიციალური. ნუ არ მოხდა ამ, რასაც მე ვფიქრობდი რეგისტრირება, ამიტომაც უკვე იმდენმა აქტივობამ ამ საერთო პირველი დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ქართული დიასპორის ორგანიზაციამ გააკეთა 1000 რაღაცა და მარლი პარკში როგორი ერთობა იყო მხარი დაგიჭირა ყველამ აბსოლუტურად. მოსახლეობა მხარი დაგვიჭირა, საელჩო მხარი დაგვიჭირა ჩვენმა დედა ეკლესიამ ეს იყო ერთობა და ეს აუცილებელი იყო და ძალიან კარგი იყო და უცბად გაგრძელდება და ეს არის მე მგონი თქვათ მე არ ვიქნები რაღაცის ხელმძღვანელი ვიღაცა იქნება აუცილებლად და ეს საქმე გაგრძელდება, იმიტომ რომ ერთობა ყველაზე მაგარი ამ უცხო მიწაზე და ეს იყო მიზეზი ჩემთვის, რისთვისაც მინდოდა და ეხა დღეს ეს გრძელდება, ნუ ეხა არ გრძელდება როგორც მე კონკრეტული დიასპორის ხელმძღვანელი, შემდეგ აუცილებლობა გახდა ორგანიზაციის რეგისტრირება და მე ჩემს მეგობართან ერთად დავარეგისტრირე ქართული დიასპორა, ქართული კულტურის ცენტრი, ქართული კულტურის ირლანდიაში, რომელშიც მე და ბატონმა სურა ჯავახიშვილმა ჩემმა უსაყვარლეს მეგობარმა შევქონით ეს უკვე ხო დღეს ჩემი ბიზნესი მტროს მაინც ორგანიზაციას არ არის ახლა უკვე რუსტალაბეცი არის ქართული დიასპორის შემდეგ შენ ცხოვრებაში დგება ქართული კულტურის ცენტრის შექმნის ეტაპი. დიახ. მოგვიყევი ქართული კულტურის ცენტრის როგორ დაიბადა ეს იდეა რომ შექმნილიყო ქართული კულტურის ცენტრი? ამ იდეის დაბადება იყო გაგრძელება იმ საქმის, რაც დავიწყეთ დიასპორაში. ეს აუცილებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებლად უნდა მოხდეს ფორმირება რაღაცის, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ხარ ნებისმიერი სახელმწიფოს წინაშე ხარ პასუხისმგებელი ხომ
და იცი რა ეს საქმე რის იკეთებაც გიყვარს, რაც შენი სისხლი და ხორცია, ხო გესმის? აი ყველაზე გენიალური ქვეყნის შვილები ვართ. ყველაზე დიდი კულტურა გვაქვს, ყველაზე განუმეორებელი. მე ესე ვთვლი, შეიძლება ყველა ერის შვილს თავის დამოკიდებულება აქვს თავის ქვეყანასთან, მაგრამ როგორ შეიძლება მე ჩემი სამშობლო არ მიყვარდეს ყველაზე მეტად და ხმამაღლა არ ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი საგანძური თელს დედამიწაზე. ხო, ეს არის ყველაზე უძველესი ტრადიციის მქონე ქვეყანა, როგორ შეიძლება შენი ეს ტრადიციები, ეს კულტურა, თუნდაც შენი დამწერლობა, ხო, არ გააცნო ეს გენიალური ფენომენი, რასაც ქვია საქართველო. ჯორჯიას რო გვეუბნებია, სულ მინდა ვთქვა, რომ რაც იყო მიზანი ქართული კულტურის ცენტრის შექმნის. როდესაც მე უნებია, რომ ჯორჯია გესმის, თან ეს რაღაცნაირად რომ ამბობენ ჯორჯიას, სულ მინდა ვთქვა, რომ საქართველო, იმიტომ რომ ახლა როგორ შეიძლება, აი არ ვიცი, მე მინდა იცოდნენ საქართველოსზე. რა თქმა უნდა, ეს ინტეგრაციისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ქრისტინა, აუცილებელია, იმიტომ რომ შენი იდენტობა, შენი კულტურა, ეხლა მე მახსოვს, როდესაც მუშაობდი, ბალაგებდი, ხო გესმის, სადღაც რომელიღაცა ოფისში იყო ფორტეპიანო. უკრავდი. ნახოთ ახლა რა გემართება, ხო, ამ დროს მიდიხარ ფორტეპიანოსთან და უცებ უკვირთ, რომ არ იცოდნენ საქართველოს სად არის ძალიან ბევრმა ადამიანმა. მარტო მე კი არა, თითოეულმა ქართველმა, ვინც აქ ჩამოვიდა, ესე ნაბიჯ წვეთ-წვეთად, აი წარმოვიდგინე დედამიწაზე რომ ერთი პატარა წვეთი ჩამოვარდება წვიმის, ხო, ესე ნენელა გავაცანე ჩვენი ქვეყანა და დღეს უკვე ირლანდიაში აღარ არის ის მომენტი, რომ გეუნებიან პრაქტიკულად უკავშირებენ ღვინოსთან, უკავშირებენ ქართულ ცეკვასთან, სიმღერასთან, ბევრ რაღაცასთან. გესმის, ეს თითოეული ჩვენგანის უდიდესი წვლილია და არა მარტო ერთი კონკრეტული ადამიანის. ზოგადად ნახე რა არის, როდესაც ჩვენ ვაპარაკობთ რაღაც ახლა ამ შემთხვევაში ცოტა უხერხულად გრძნობ თავს. და რატო? იმიტომ რომ ქართული საქმე ახლა არ დაწყება. არც ამ დიასპორას დაუწყია, არც ქართულ კულტურის ცენტრს. ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციების, რაც მანამდე იყო. წარმოვიდგინე, უკვე წლებია გენიალური ქართული საქმე კეთდება ირლანდიაში. რა თქმა უნდა, ახლა მე უბრალოდ არ მინდა ეს რომ ჩამოვთვალო, ვინმე გამომრჩეს და რაღაცა კონკრეტულად ვიღაცას გულისწყენა. მაგრამ ამას აკეთებენ არა თქვათ შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებიც აქ არიან, თითოეული ქართველი. ჩვენ ყველა აბსოლუტურად ყველა მწვილი მიიღო. აი ეს ერთობა არის ყველაზე მთავარი. სხვა შორის პოდკასტზე მუშაობა რომ დავიწყე და სავარაუდო სტუმრების სიას გამოკითხვა შენც კითხეთ და იმდენი ადამიანი აღმოვაჩინე, იმდენი უნიკალური შესაძლებლობის მქონე ადამიანი აღმოვაჩინე, ნამდვილად არ ვიცოდი და აი მე თვითონ აღფრთოვანებული ვარ ამდენი ადამიანი, აი ესეთი წარმატებული თავის საქმეში, რომ დღეს ჩვენ აქ გვყავს. და მე ბოლოს არ მივდივართ მაინც გუწყვეტა, ხო? იცი რა მაინტერესებს, ახლა დავუბრუნდები იმ საწყის ეტაპს შენი ემიგრაციის, მინდა კითხო. მე როდესაც ჩამოვედი ირლანდიაში 4 წლის წინ, ჩემს ქალიშვილთან ერთად, ამ ქვეყანამ მე მომცა საცხოვრებელი საკმაოდ კომფორტულად იზრუნა ჩემი შვილის განათლებაზე, სკოლა, ტრანსპორტი სკოლაში მისასვლელად, შეგვიქმნა მაქსიმალური კომფორტი და ძალიან დიდი მადლიერი ვარ. მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ირლანდია დღეს და მაშინ მით უმეტეს, ეხლა ცოტა შეიცვალა კიდე სიტუაცია ჩემი ჩამოსვლის დროს, რომელიც ესე ზრუნავს ემიგრანტებს. 21 წლის წინ მე ვფიქრობ ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. აი რა ხდებოდა ქვეყანაში 21 წლის წინ? აი ჩვენ დაგვაბინავა სასტუმროს იდეალური ნომერი მოგვცა. აბსოლუტურად დაცულ გარემოში ვიყავით. ბავშვ ჩემს შვილს მოუნახეს სკოლა, სადაც ის დადის დღემდე. აკითხავდა ავტობუსი, რომელსაც მიყავდა და უკან მოყავდა ბავშვი. აი მაქსიმალური კომფორტი შეგვიქმნა. ჩემსაყვარებო. და მიუხედავად ამისა, ჩემთვის ის პირველი ნაბიჯები არის ურთულესი. პირველ რიგში ეს იყო, აი როგორ გითხრა, იცით, ის რაღაც დრო გადავწtildeოთ მაქსიმალურად დავივიწყო ის ტკივილი, რაც მოყვა ჩემს აქ ყოფნას. ეს ურთულესი. უმძიმესი. კვირა თვე, როდესაც არ ქონდეს არსებო ფული.
და მას ვერ ამბობ ხმამაღლა ხარ ქვეყანაში, სადაც არავინ არ აკყავს აბსოლუტურად. და საქართველოსთან ემიგრაცია რა თქმა უნდა. და თან როგორ მოდიხარ, იცი, მოდიხარ 2 წელში ამას ხეები არის, კრებ, ფულებს მიდიხარ. ეს არის ურთულესი გზა, უბრალოდ მე არ მინდა რომ დაგამძიმო, არ მინდა მსმენელი დავამძიმო. თუმცა აუცილებელია ეს ამისათვის, ამის გარეშე ემიგრაცია არ არსებობს. როგორ გითხრა, ყველაფერი ერთად, შიში, ტკივილი, დამცირება, უიმედობა, შიმშილი ემიგრაციაში. სახლი ნახე როგორი კარგია, როდესაც და ნუ იტყვიან რომ აი რატო წახვედი იქ მაშინ ხო გესმის აი ურთულესი გზა ქრისტნა ვერ აგიხსნი. პირველ რიგში არისო ინფორმაცია, იმდენი ის ინფორმაცია, რაც აქ დღეს გააქვს, ხო? დღეს რაღაცის მოძიება გინდა, საერთოდ არ ახარ დამოკიდებული არავისზე, შეგიძლია უამრავი საშუალება ამისი. რომ მოიწიო და თან მით უმეტეს ინფო დღეს და იცი რა არის ზოგადად ეხა ამ ბოლო პერიოდში მე თვითონაც მეშინია რაღაც კონკრეტული რჩევა მივცემთ, რომ სულ ყველაფერი იცვლება ყოველთვის, მაგრამ ეწევი ამ ინფორმაციულ ყველაფერი განვითარდა წიწავიდა. არისო ეს. ეს სიკეთეები, რაც ჩვენს ემიგრანტობას დაემთხვა. არავითარ, მე ისიც არ ვიცოდი, რომ შემეძლო მიმიყო სოციალური დახმარება, როდესაც მე ხელფასი არ მქონდა, საჭმლის ფული არ მქონდა, მე არ ვიცოდი. არავინ არ გეუბნებოდა ამ ინფორმაციას. ხო გესმის ეს როგორ ფიქრობ ემიგრაცია ემოციებს კლავს რა არის შენი სუბიექტური ხო ეს შენი ემოციები ჩემ შემთხვევაში მოხდა გამძაფრება მე და მეგობრობას რას უშვებ საქართველოში დატოვებულ მეგობრებთან მიმართებაში აი რა ხდება ამ დროს აი ამ წლების გასვლასთან ერთად ძალიან სენსიტიური თემაა ჩემთვის აი მაინტერესებს შენი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით მეგობარი ერთადერთი ადამიანია რომელსაც თუ ის შენი მეგობარია ეს არის ბოლომდე შენი ერთადერთი ეხლა რომ ვფიქრობ ამ გადმოსახედიდან ხო გესმის ეს ურთიერთობის გაბრაც ქონდა ხო გესმის აი ასეთ ხშირი უბრალოდ არ ესმოდათ ადამიანებს მე შეგაწყვეტინებ და ჩაგეკითხები ერთ რამეს აი რატომღაც უმეტესწილად შენგან არის საჭირო კომუნიკაცია. იგით. რა აი მე ეს გამოცდილება მაქვს. შენგან ელოდებიან ზარს, წახვედი და დაიკარგე. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მომენტია ეს ემიგრანტის ცხოვრებაში. კი, მაგრამ ეს მაინც პირადი მომენტი არის. ეხლა ჩემ შემთხვევაში ესე არ ყოფილა. ეხლა მით უმეტეში 4 წელი აქ ახარ. მე მქონდა უბრალოდ მე ვუყურებ სხვადასხვა ემიგრანტების TikTok-ებს, სხვა ჩანახატებს თუ აი ყველას აქვს ეს მომენტი. ყველა ამაზე საუბრობს ხო? ეს არის მე მაგალითად გამიმართლა შემიძლია ვთქვა. რომ მე ნამდვილად გამიმართლა, იმიტომ რომ არასოდეს არც ჩემს მეგობრს ანალოგიური შეკითხვა არ დაუსვავს. ერთადერთი იყო, აი იცი რა არის ძალიან გამიმართლა. არასოდეს არ ვთქვათ, რომ აი სად დაიკარგე ან რაღაცა გაცივდა ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს მეგობარი, მე საოცარი. რამდენი წლის შემდეგ დაბრუნდი საქართველოს პირველად? 11. 11 წლის მერე იგივე ურთიერთობა სადაც გაჩერდა, დაიწყო იქიდან. არასოდეს არ გაჩერებულა. შენ გონია მე ემიგრაციაში რო წამოვიდი, რამე ერთი წამით მოვცილდი ჩემ სამშობლოს ოჯახს მეგობრებს არა. არასოდეს არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში წყვეტა. ნახე როგორი იყო ჩემთვის ქრისტინა, შეხედე აი აბსოლუტურად გავიაზრე რომ მე ვიყავი ძალიან შორ სამშობლოდან. ვიყავი შორს ოჯახისგან, შვილებისგან. შენ წარმოიდგინე დავითი უკვე არის 27 წლის. 8 წლის იყო დათვჩა, ხო? თუ უფრო პატარა. აი დღესაც აი ამ ხელა ბიჭია, დღესაც აი ვერ ვიცინებ იმის გარეშე რომ აი დათუჩას ეს მომნატრება გესმის ეს ჩემი და მარიამის, ნუ მარიამი ჩემთან ერთად იყო გარკვეული პერიოდი, გადამატანინა ეს ურთულესი პერიოდი, მაგრამ დღესაც კი ბალიშს ვიხუტებ, რომ ეს შეგრძნება დედას, აი ძალიან რთულია, მას ემოციის გარეშე ვერ ვლაპარაკობ, ვერ ყვები და არ მინდა რომ არც გეკითხები მაგ. ამიტომაც იცი რა არის, აი შენ ახარ ძალიან ბედნიერი. ძალიან. და ყოველთვის ერთადერთი ალბათ შემდეგშიც მე ვურჩებ ადამიანებს, რომ თუ შეძლებენ ისინი, იმის და მიხედვის ვის როგორი შესაძლებლობა აქვს ახლა ესე ადვილია თქვა, გესმის? სხვათა შორის როცა ვაპირებდი ემიგრანტობას, ნუ იქ ამ სხვა ქვეყანაზეც დავფიქრდი და ერთადერთი ჩემი საზომი იყო, სად შეიძლება წავიდე ბავშვთან ერთად. ხო.
ძალიან შემიწვა ამ ქვეყანამ მაგ მხრივაც ხელი. მადლობა უფალს. ძალიან მაგარი ამბავია, მაგრამ იყო ძალიან რთული ჩემოსაყვარლო. იყო ინფორმაციული ვაკუუმი, საერთოდ თან მაშინაც ყალიბდებოდა პრაქტიკულად ქვეყანა. როდის გამოიცა შენი წიგნი ფერადი სევდა? სევდაც კი ფერადი გაქვს. მოდი აქედან დავიწყოთ. სულ მაგას ვამბობ ქრისტიან. მე ვარ ძალიან რაღაც როგორ მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რამდენი ტკივილი მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, ვფიქრობ, რომ სფინქსივით რომ ფერფლიტგან ძალიან შემოქმედებითი ადამიანი ხარ. ტკივილი უამრავი, ჩემი პირადი საყვარლესი ადამიანების დაკარგვა, აქ ჩამოსვლის და წამდგენი აი ამ პერიოდში მე უამრავი ჯერ ხო ჩემი სისხლი და ხორცი დავკარგე, ხო? მეგობრები დავკარგე, ფიზიკურად დავკარგე ისინი. და მიუხედავად ამისა, ყოველთვის ჩდებიან ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც რაღაცნაირად გალამაზებას ვეღებდა. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ნოველები, რომელსაც წერდი ეს მაშინაც საქართველოში იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ეს წიგნად გამოიცემოდა. ნანა შალამბერიძე, ჩემი მენტორი. ერთხელ ჩვეულებრივი საუბრის დროს ჩაუყარე მესენჯერით ჩემი რაღაც ნაწერები ნანიკო, იმიტომ რომ რა ჩვეულებრივად წერს თვითონ გენიალური ადამიანი. მეც კიდევ და უნდა მეტი წავიკითხვა ეს ნენელა. მოაგროვა. და ჩვენი ერთ დღეს გაჩნდა ფერადი სევდა. და ასევე საბავშვო ლექსების კრებული, რომელიც დაიბეჭდა და ნუ არ ვიცი ერთ დღეს რაღაცნაირად ვერ ვამბობ ხოლმე ხმამაღლა ხო გესმის. ეს არის უბრალოდ ის ეს რაღაც ლამბესტი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ არსებობს ჩემი როგორც იცი პირველი ლექსი დაუწერე შენს შვილს მარია საბავშვო ბაღისთვის. კი. მოკლედ მარიკუნა იყო ძალიან უცნაური გოგონა. მოგაფერი არ მოსწონდა, დაგწუხდა გენიალური ხოკოზე 13 წლის ხდება ძალიან მარიამი და მოვიდა საბავშვო ბაღიდან და მოიტანა ლექსი, რომელიც უნდა ესწავლა სეიმზე და მითხრა დედა მე ამას არ ვისწავლი, ნუ რა ვიცი რომელი პოეტი ბავშვმა უნდა ისწავლოს ლექსი ზეიმი აქვს ერთ კვირაში. აი რა მახსოვს იცი ბრეცხავს არეცხს გახსოვს ეს არეცხი მანქანები რო ქონდა მე იცი რომელი პერიოდიდან მოვდივარ ხელის და მე რომ უნდა გაგეწურა მოგეცდის და ლილა თუ რაღაცა რომ გაგკრახმალებინა და მე ავუთოვებდი ამას აი ეს დავახურე სარეცხ მანქანას თავი კაი მომიტანე პასტა ფურცელი გაბრაზო და დაუწერე ლექსი საახალწლო მოკლედ გაგიშდნენ საბავშვო ბაღში შემდეგ ეს წავიდა და პრაქტიკულად გავაცოცხლე ჩემ ბავშვობამ ლელა შენთან სტუმრად როცა ვიყავი სახლში ნახე შენი ნახატები მეტად როდის მოვიდა ხატვა შენს ცხოვრებაში? სულ 4 წელია ალბათ მე რაც ხატავ. არც კი მე მგონი. უბრალოდ ეს ნახე როგორ არის ესეც ემიგრაცია მოიტანა. ზოგადად ერთადერთი რა არის აქ დაღლილი მიდიხარ სახლში ურეკავ ადამიანებს და პარაკები ხარა სიტყვი ხო გესმის ჩვეულებრივი ყოფითი მომენტი და მე მაქვს პროტესტი დროს რომელსაც ფლანგავ საუბარში პროტესტი მიჩნდება ხო გესმის და ეხო გახსოვს რომ მირეკავდი всё წავეძალი ხო რამე გინდოდა ჩქარა მითხარი მე მძინო ძალიან ცოტა ალბათ 3-4 საათი მენანება ეს დრო წასული ხო რაღაცა უნდა აუცილებლად მოვიფიქრო იმისთვის რომ აი მაქსიმალურად ეს მონატრება ეს ნოსტალგია არა გვაქვს დრო ამისთვის შესაძლებელი ნაბიჯი გადადგი უნდა მიყვე ამ ნაბიჯ ღირსეულად უნდა გაიტანო როგორმე ხო ის რაც არ კლავს აქ დრო კიდე სხვანაირია ამიტომ აქ ყოველი წუთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დღეს ურეკავ ჩემს დაკარებს მეთქი всё უნდა დავხატო გადავწყვიტეთ ეს წავედით დასახატად შემდეგ უბრალოდ იქაც არ მინდა სახელები ხო გესმის მაგრამ რატომაც არა ეს იყო არა ჩვეულებრივი სტუდია სადაც მივედი პორტრეტის დახატვა დავიწყეთ შემდეგ ჩემს გენიალური ადამიანთან ბაჩასთან პირველად დავინახე ამ გიგანტურ ხელებში ეს ფუნჯი როგორ იმასავით იყო ხო გესმის ბუმბულივით ეს საოცარი ადამიანია იქ რაღაც გავიარე და შემდეგ ვიპოვე ინტერნეტით გენიალური მხატვარი ვახტანგ ჯვარიძე რომელიც ჩემი მენტორი გახდა და ვახტანგი მასწავლის ახლა ამ ეტაპზე აღარ ვხატავ რაღაცა პერიოდია ესეთი რომ ვერ ვხატავ ესე შენთვის ცხოვრება უფრო წიგნია თუ ნახატი? ვაუ. როგორი შეკითხვა და მის ქრისტინა.
პროცესია ჩემთვის ცხოვრება. ერთიც და მეორეც. წიგნით და ნახატ პროცესი. ლელა, შენ ახსენე, რომ ხატვამ გადაგარჩინა. ვიცით, რომ ეს თემა, რატომაც შენ ხატვა დაიწყე და რისგანაც ხატვამ გადაგარჩინა, შენთვის არის ძალიან მტკივნეული მომენტი შენს ცხოვრებაში. ეს იყო მეგის ავადმყოფობის დროს. კი. ჩემი მეგი, ჩემი მზე ადამიანი პირადი. ყველაზე დიდი ბედნიერება სამყაროში. ყველაზე რთული მომენტი შენ ცხოვრებაში. ყველაზე რთული. ყველაზე დიდი ტრამვა, პირველი ტრამვა, რომელიც მე ვიყავ, ეს იყო მეგუნას მამის ჩემი ძმის წასვლით. ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც პრაქტიკულად დამმართა ის ამნეზია, რომელსაც ტრამვის შემდეგ ეს იყო ენით აუღწერელი ტკივილი, რომელიც არასოდეს არ გადის სხეულშია და მეგუნას წასვლამ პრაქტიკულად ესე დამტოვა და ვეძებ ყველა გზას გადავრჩე. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაც კითხვები დამისვი, რომ შენ ადამიანებს ეხმარები ეს მინდა დავბრუნდე, გავიხსენო მამა გურამი, მეუფე გრიგოლი იყო ჩემი გეცოდინებაში, მეუფე გრიგოლი, ჩემი პირველი სულიერი მოწყალე და მაშინ მკითხა რა არის შენი მისია ცხოვრების და ხეთ როგორც იზრდები შვილები უნდა მყავდეს ოჯახი ასე შემდეგ. და მაშინ მითხრა რომ არა, შენ იპოვი. შენს მისია შენი ცხოვრების უბრალოდ ყოველთვის გახსოვდეს რამდენჯერაც არ უნდა შეეცადო რომ გაწყვიტო თოგი ტაძარს და შენს შორის მე ყოველთვის ვიქნები ის რომ აღვადგინო ეს უხილავი კავშირი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი ღმერთზე. ძალიან გაბრაზებული. მეგონა რომ ცუდად გახდა დაცოს წასვლით. ვიყავი დაინგრა ჩემს ცხოვრებაში ყოველდღეს ყველაზე დიდი სიყვარული და მოხდა შვილი გაუჩნდა, მიდიოდა სამშობიაროში და ვიღაცა მომიკლა ფეხით მიდიოდა შვილთან, ხო? მეგუნას და მაშინ იყო რომ დათუნას პირობა მივეცი რომ ღირსეულად გავსდედი მის შვილს და მე მეგი დედას მეძახდა. იცით რომ მეგუნა დედის გარეშე გაიზარდა. და ეს იყო ყველაზე საოცარი ადამიანი, უბრალოდ ეხო გეუბნები იმდენად არ მიყვარს, აი ვინც მე მიცნობს, ქრისტინე ყველა მიცის რომ მე როდესაც ცუდად ვარ, აი მაშინ ვწყვეტ კონტაქტს ყველასთან. უბრალოდ არ მიყვარს აი ეს ჩემი ტკივილი, რომ სხვას მიცე, ეს იყო ძალიან გაუპრესდი უფალს და ესე ვუთხარი რომ ოღონდაც მეგი არ წაიყვანო თქო. აი ტრამგრამ ხელა ახსარებას ვამბობ, ეს ხმა მაღლა ოღონდაც მეგი არ წაიყვანო, თორემ წაიყვანა. და ზუსტად ეს იყო, როდესაც უფალმა მითხრა, შენი გზა ასავლელი ხო, შენი ძმის სულის ცხონება იყო მიწაზე. ეხლა ორმაგი პასუხისმგებლობა გაქვს. გესმის, არასოდეს არაფერი არ ხდება ისე ცხოვრებაში. მეგონა. ჩემი ძმა იყო ინსპირაცია, როდესაც მე მღეროდი, ვიცი რომ ნახატი დაუხატე ხო, როდესაც თურქეთში აი, მაშინ იყო ერთადერთი საშუალება იმისი, რომ ეს საშინელი ტკივილი ხო გინდა რაღაცა და არ თერაპია, მინდოდა რაღაცა სტილობ რო არ იფიქროს ამაზე, გესმის და ერთად ვხატავდით მე და მეგონა და მაშინ მთხოვე რომ დამეხატა აკაციის ყვავილები. ეხლა ნუ მე ჩემ ძალიან უსაყვარლეს ადამიანმა დაუხატა სამწუხაროდ მე ვეღარ ნახა ეს აკაციის ყვავილები და უცებად მე მიუტან აფლავზე მეგუნას და ხო ესე მითხრა მამუს სუნას მეძახდა ხოლმე რომ არ გაჩერდე ჩემი ძმას უმეუნებოდა და მამა რომ მე უნდა მემღერა და უნდა ყოფილიყავი ეს ხა მეგუნა პრაქტიკულად ხო ისინი არიან ადამიანები რომლებმაც ყველაფერი წაიღეს ჩემი ბედნიერების მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი აი ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში რა იყო თუ პრაქტიკულად მითხრეს რომ აღარ იყო მეგონას გადარჩენის შანსი გასმის და აი ესეთ მომენტს ვიხსენებ როდესაც მისმა მკურნალმა ექიმმა მტრეს იყო უამრავ თანხასთან დაკავშირებული
პანდემია დაემთხვა. არც მქონდა იმის შესაძლებლობა ირლანდიაში ჩამომეყვანა ან ევროპის სხვა ქვეყანაში, ერთადერთი გზა იყო სტამბული თავისთავად და იცი რა ხდება სტამბულში. აი მითხრა რომ ჭირდებოდა კატასტროფული თანხა ამისთვის, კატასტროფული თანხა და ესე ვუთხარი რომ არა ყავს არა დედა, არა მამა დონორს ვეწევდი თავისთავად და ესე მახსოვს რომ ისტერიკაში მარტო აი ამ საშინელების წინაშე როდესაც გეხარ მარტო უსუსური და აღარავინ არ ახარ დედამიწაზე, არავინ აბსოლუტურად ნადგურდები და ესე მითხრა რომ მოდი ახლა ეს რაგს გავაკეთოთ მე და შენ. მოდი მე ვიქნები დედა მეგის და შენ იყავი მამა იბრძოლე იმისთვის რომ მოიძიოს ახსრები. გზა ან ზღვარი რომელსაც ან წინააღმდეგობა რომელსაც არ დაგაბრკოლებს რომელიც დაგაბრკოლებს რომ შენ იბრძოლო შენი შვილის გადასარჩენად და მართლა ესე აბსოლუტურად გაუაზრებლად დავდიოდი საავადმყოფოებში და მეუბნებოდი რომ მე მაქვს ჯანსაღი თირკმელები და მე მჭირდება ფული და მე ვხვდები ახავე დონორი და ნებისმიერ თანხაზე მე შემიძლია მოგცეთ ჩემი თირკმელი ნახე სხვა ორგანოები თუ არის საჭირო დონორობისთვის გადამარჩენილი ჩვილი კი ეს არის რა თქმა უნდა ეს არის უმძიმესი ეს არის ყველაზე საშინელი და ნახე რა მოხდა უფალმა ისე ინება უბრალოდ წავიდა მეგონა მაგრამ ყველაზე ნაკლებად საზრუნავი ჩემთვის იმდენი ადამიანი დადგა მეგის გვერდით და ჩემს გვერდით რომ ყველაზე ნაკლებად საზრუნავი გახდა შემდეგ ფული აი არ ვიცი როგორი საოცარი ხა ცოტა ნათქვამია ხა შენი ყოველთვის ყველაზე ლამაზი გგონია ხო თავისთავად მაგრამ მართლა საოცარი გოგო იყო ესე მუხლებზე დამჯდარი მეტრა 80 თითქმის ჩავიყვანე ვენაში და იქ წავიდა მეგონა ბოლოს ყველაზე ნაკლები პრობლემა გახდა თანხა ამიტომ საოცარია ნება უფლის ვერ იტყვე ეს კონკრეტულ მაგალითად ჩემ შემთხვევაში ესე არ არის უბრალოდ მიზეზები აქვს იცი რა არის ყველაზე რთული რა არის აი ჩემ შემთხვევაში მე უკვე 9 საუკუნე გავიარე მივალდი გესმის 9 საუკუნე დავიდა გაქრა აღარ არის ერთადერთი მომენტია ის თავიდან ხელახლა ყოველთვის დაწყებას და მე შემდეგ პრიორიტეტი ის კი არა რომ ქვეყანაში კარგად ვიცხოვრებ აი ამ ეტაპზე სად არის ჩემი ყოფნა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ეს არის ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში მე სად შემიძლია უფრო მეტი სარგებელი თუნდაც სიკეთე მოუტანო ჩემს ოჯახს ჩემს ქვეყანას იქ ქვეყანაში თუ აქ ამიტომ ვამბობ მე არასოდეს მიგწნია რომ სამშობლო დავტოვე მე არსად არ ვარ წასული სად არის შენი სახლი საქართველოში გურიაში სოფელ მახარაძის შერის ჩემი სახლი სადაც დაბრუნდები აუცილებლად კიდევ ერთხელ ვამბობ მე არასოდეს არ დამიტოვებია ჩემი არც სახლი არც სამშობლო არ მიგწნია ეს მომენტი მე ამაზე რომ მეფიქრებოდ მე ვერ შევძლებდი დღემდე მოსვლას არც ერთი წამით მნიშვნელობა არ აქვს სად არის ქართველი საქართველო არის იქ ჩვენ ქართველებს ჩვენი სამშობლო გულით და გონებით დაგვაქვს ვინ იცის შეიძლება ფეხსაცმელებში ოზურგეთის მიწაც მეყაროს ეხლა ამ წუთას ხო ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა ესეთი კითხვა დაგისვა რაც მინდა რომ ტრადიციად ვაქციო ამ პოდკასტში რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ან აწიაპირებს წამოსვლას ან უკვე აქ არის და პირველ ნაბიჯებს დგავს ემიგრაციაში და არის ძალიან დაბნეული პირველ რიგში ჩემო უსაყვარლესო თანამემამულე ემიგრაციაში წასვლა ეს არის ძალიან კარგი გამოწვევა და გამოცდილება ცხოვრების. მე ბევრი რაღაც ვისწავლე შრომის კულტურა, დროის მენეჯმენტი, ვისწავლე რომ გონებას უნდა ებრძოლო, რომელიც გეუნება, რომ იცი რა იწექი ხარ, უნდა გააკეთო. მოდი რა შენს თავს ეცი პატივი და ეს ერთი დღე საჩუქე. არა, აი ხტები როგორ იცი უფრო მობილიზებული, იმიტომ რომ იცი ზუსტად რომ იქ არ აკავს დედა, რომელიც მოგეფერებოდა დედუნა შენს გასაკეთებას მე გავაკეთებ, ან მამა, ან ოჯახი, ან მეგობრები, ვინც შენ ფიზიკურად აგეხმარება, ხო, შენ ხარ მარტო. აი ამ გამოწვევების წინაშე მე ვამბობ რას, რომ აუცილებლად მოგზაურობ, წასვლა, გამოწვევა, ახალი ქვეყნის, ახალი კულტურების შესწავლა. თუნდაც სხვადასხვა სამსახურებში მუშაობა, გამოცდილება ემიგრაციაში, უფრო მეტად დაინახო რა არის ღირებული და მნიშვნელოვანი, როგორი ფუფუნებაში ცხოვრობდი იქ, როდესაც ჩვენ თუ შენ თქვათ, მე მინდა რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც
სამშობლოს ოჯახს ტოვებს რა მიზნითაც მიდის ის ქვეყნის გარეთ, იქ აუსრულდეს ყველა ოცნება. ერთადერთი რა არის? ეს არის ძალიან კარგი. მე არ ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ 40 მილიონი ქვეყნიდან გავიდა ირლანდიის მოსახლეობის, ხო, თავისთავად და ეხლა ეს არის სწავლობ და ის გამოცდილება მიგაქვს ქვეყანაში უკან და რა თქმა უნდა შენ თვითონ ვითარდები. მე ესე ვუყურებ ემიგრაციას ამ ეტაპზე შეიძლება ასობით ადამიანი არ მეთანხმება, მაგრამ სწავლობ ის ხო არ არის მარტო იმუშაო ფული დააგროვო ბინა წაიყიდო და მე სად მიდიხარ ამ ბინაში მატერიალური კეთილდღეობის ხო მარტო მატერიალური ხო არ არის ადამიანები უამრავ რაღაცას სწავლობენ და ვითარდებიან და ეს ძალიან კარგია როცა ამის საშუალება გეძლევ რომ შეგიძლია შენ წახვიდე ქვეყნიდან და სხვა ქვეყანაში გამოცდილება მიიღო მე მინდა თქვა უბრალოდ როდესაც მოდიხართ ჩემ შემთხვევაში მე დამჭირდა 14 წელი 18 წელი რომ ფეხზე დამდგარიყავი თქვენ შემთხვევაში გაათვლილებულია მაქსიმალურად შეეცადეთ რომ ელემენტარულად ის ბარიერები რაც თქვენ უცხო მიწაზე დაგხვდება ენის ცოდნა მომზადებულები რომ წამოვიდნენ ადამიანები და კონდეთ მოთმინება არ არსებობს სადაც აი ამ ქვეყანაში არც ერთ ქვეყანაში უმუშევარი არ დარჩები არავითარ შემთხვევაში როდესაც მიდიხარ და პრობლემა არის მოტივაცია და ხარშვა რა თქმა უნდა და შრომის მოყვარე და გააჩნია ისთვის მიდიხარ შრომის მოყვარე იმიტომ რომ გეუბნები არასოდეს მე შემიძლია მივიდე სამსახურში დავжди კაბინეტში და წამოვიდე მაგრამ არასოდეს მე ვშრომობ დღესაც კი ამის გარეშე არ შეიძლება საკუთარი თავისგან მე თუ 50 წლის ასაკში შევძელი მე სწავლა ფორტეპიანო დამამთავრებინა 4 კლასი Royal Music Academy-ის ფორტეპიანო მე თუ შევძელი ეს რა ქვია დამეხატა მე თუ შემეძლო მე სწავლას უამრავი არ ვიცი 20 სერტიფიკატი მაქვს მე მგონია მიუხედავად იმისა რომ მე ამის უფლება არ მქონდა საკუთარი თავის განვითარების, მაგრამ ისე ვანაწილებდი ამ დროს და ხო გეუბნები დღეღამეში მეძინა 3-4 საათი, ხო? აუცილებლად, აი რომ მახსენდება თევზივით რომ მუშაობდი, ეს ამუშაო ხო რაღაცას ვალ იმდენად შეგიძლია რომ ეს გამოიყენო საშინელთ იმით კი არა რომ აი დაზუმბირდე რომ აი უნდა ვიმუშაო ხელფასი უნდა მივიღო განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია და თუნდაც რამოდენიმე საათით ნაკლები მუშაობა? რა თქმა უნდა, არა, იცი რა, ვისაც როგორ, ამას ვერ ეტყვი. არასოდეს მე არავის, აი ჩემ შვილებსაც კი ვეუბნები, მე თქვენ არ გასწავლით. მე უბრალოდ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რაშიც მე დავკარგეთ 16-20 წელი. როდესაც მიდიხარ სხვა ქვეყანაში, აუცილებლად უნდა იყო გამოწვევებისთვის მზად. მეტი სიყვარული, მეტი პატიება, მეტი რა ვიცი, აი ერთადერთი რაც ყველგან ჭირდება, არა მარტო ემიგრაციაში თუ სადაც გინდა გავდიყო, მეტი სიყვარული და პატივისცემა. და დიდი მოთმინება.